ჩვენი გონების ჩაკეტილ ოთახებში დაუსეირნობენ საიდუმლოებები, რომლებიც ოდესღაც ჩვენს სიახლეების ლენტებს მართავდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცნენ. ეს არის 10 შემაძრწუნებელი საიდუმლო, რომლებიც 2025 და 2026 წლებში გაიხსნა. ნომერი 10. პერუს ანდების სამხრეთ ნაწილში მდებარეობს პისკოს ველი, სადაც მდებარეობს ხვრელების კოლექცია, რომელიც თითქმის 1 მილზეა გადაჭიმული. 5200 ხვრელი საუკუნიან მკვლევართა გონებაში რჩება. ექსპერტები კვლავ და კვლავ ბრუნდებიან მონტესიერეპეს სახელით ცნობილ ადგილას, იმ იმედით, რომ ამოხსნიან, რატო შექმნეს უძველესმა ხალხებმა ეს ხვრელების ზოლი. კვლევის ათწლეულების განმავლობაში არც ერთი მინიშნება არ მიუთითებდა მათ სწორ მიმართულებას. არ არსებობს არანაირი წერილობითი ჩანაწერი ამ ნაგებობის შექმნასთან დაკავშირებით, რის გამოც მისი დანიშნულება მხოლოდ ვარაუდის საგანია და ასეთი ვარაუდები საკმაოდ ბევრია. ზოგიერთი თეორია ვარაუდობს უძველეს მებაღეობის მეთოდს, შესაძლოა პრიმიტიულ წყლის შეგროვებას, მაშინ როცა სხვები უცხოპლანეტელებთან კავშირს ასახელებენ. თუმცა ამ ჰიპოთეზებიდან არც ერთი არ დასტურდება მტკიცებულებებით. 2025 წელს კი ეს ადგილი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა და კიდევ ერთხელ ჩატარდა მასზე ფართომასშტაბიანი კვლევები. ხოლო ამჯერად ჩვენ მივიღებდით იმ პასუხებს, რასაც ასე დიდ ხანს ვეძებდით. გასულ წელს არქეოლოგებმა დრონით გადაღებული მასალები და მიკრობოტანიკური ანალიზის მეთოდები გამოიყენეს, რათა გაეხსნათ ხვრელების ზოლის საიდუმლოებები. კვლევაში ჩართული ექსპერტები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ართულებდა მონტესიერეპეს მასშტაბურობა მის შესწავლას, მაგრამ დრონის ტექნოლოგიის დახმარებით მათ შეძლეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღება. უპირველეს ყოვლისა, თითოეული ხვრელის სიგანე 3.3-დან 6.6 ფუტამდეა, ხოლო სიღრმე 1.6-დან 3.3 ფუტამდე. დრონის სურათები აჩვენებს, რომ 5200 ხვრელი დაყოფილია 60 განსხვავებულ სექციად, რომლებიც ერთმანეთისგან ცარიელი სივრცეებითაა გამოყოფილი. ჯგუფმა შეძლო ნიადაგში გარკვეული კანონზომიერებების ამოცნობა. მათ აღმოაჩინეს 12 მწკრივი, სადაც ხვრელები მორიგეობით 7 და 8 იყო, რაც მიუთითებს, რომ ამ კონსტრუქციაში ორგანიზებულობის გარკვეული დონე არსებობდა. არქეოლოგები ხვრელებიდან უძველეს მტვრის მარცვლებს იღებენ, მათ მიკრობოტანიკური მეთოდებით იკვლევენ და დაადგინეს, რომ ამ ხვრელებში ოდესღაც სხვადასხვა კულტურა იყო მოთავსებული, მათ შორის სიმინდი, ლერწამი და ტირიფი. ეს მცენარეები ხშირად გამოიყენებოდა კალათების დასამზადებლად. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს კალათები გამოიყენებოდა როგორც კონტეინერები იმ საქონლისთვის, რასაც ამ ხვრელებში ათავსებდნენ და ინახავდნენ. ნახშირბადის დათარიღებით გინდება, რომ ეს ადგილი შეიქმნა და გამოიყენებოდა დაახლოებით 600-700 წლის წინ, პერუს გვიან შუალედურ პერიოდში. ამ ხვრელებში ასევე აღმოაჩინეს ციტრუსოვანი მცენარეების ფტვერი, ციტრუსი, რომელიც რეგიონში მხოლოდ კოლონიური პერიოდის დროს შემოიტანეს, რაც მიუთითებს, რომ ხვრელების ზოლი ინკების იმპერიის დაცემის შემდეგაც გამოიყენებოდა. სწორედ ამგვარი ხვრელების არსებობამ და ადგილის განლაგებამ დაარწმუნა არქეოლოგები, რომ ხვრელები გამოიყენებოდა როგორც გაცვლის სისტემა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეზობელი ცივილიზაციები აქ იკრიბებოდნენ, მოქონდათ თავიანთი მოსავალი, საკვები და საქონელი. თითოეული ნივთის გარკვეული რაოდენობა თავსდებოდა ხვრელებში და შეესაბამებოდა იმ საქონელს, რომელიც გაცვლაზე იყო გამოტანილი. მაგალითად, სიმინდის გარკვეული რაოდენობით ხვრელების შევსება ექვივალენტური იქნებოდა კოკას ან ბამბის სხვა რაოდენობის ხვრელების შევსებას. ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ ბარტერული ბაზარი ინკების იმპერიის დროს გაფართოვდა, რომლებმაც ის უფრო ექსელის ცხრილის მსგავსად გამოიყენეს აღრიცხვისთვის. არქეოლოგებმა აღნიშნეს, რომ ხვრელების სეგმენტირებული ორგანიზება ასახავს ინკების უძველეს აღრიცხვის სისტემას, რომელიც იყენებდა კვანძებიან ძაფებს, ცნობილს როგორც კიპუ. ერთი ესეთი მოწყობილობა, რომელიც 80 ჯგუფი ძაფისგან შედგებოდა, ადრე პისკოს ველზე აღმოაჩინეს. გუნდის წამყვანმა არქეოლოგმა დოქტორმა იაკო პონგესმა განმარტა, რომ ამ ძაფებზე შეკრული რიცხვები ასახავს არითმეტიკული ურთიერთდამოკიდებულებების რთულ სისტემას, რომელიც როგორც ჩანს მონტესიერეპეში ჩატარებული აღრიცხვის ოპერაციების ერთადერთი შემორჩენილი ჩანაწერია. ამ მიზნებს ამყარებდა ის ფაქტი, რომ ხვრელების ზოლი მოხერხებულად იყო განთავსებული ორ მნიშვნელოვან ინკას ადგილს შორის, ტამბო კოლორადოსა და ლიმა ლა ვიეხას შორის. მახვილდოთ ასევე გამოვლინდა პრეჰისპანური გზების ქსელები. ნომერი 9. ფრანც ქსავიერ ზიდლერ ფონ როზენეგი. ეს იყო 1967 წელს, როდესაც უცნაური მუმია პირველად შეამოწმეს და აღწერეს. ეს იყო პათოლოგი ეკეჰარდ კლაისი, რომელმაც პირველად დააფიქსირა უჩვეულოდ შენახული ნეშთები, რომლებიც უვნებლად იწვა წმინდა თომას ან ბლაზენშტეინის კრიპტაში. წმინდა თომასი არის ეკლესია, რომელიც მდებარეობს შორეულ ალპურ სოფელში, დუნაის მდინარის ჩრდილოეთით ავსტრიაში. უცნობი ნეშთები დიდი ხანია ჭორებისა და ვარაუდების წყაროა ამ სოფელში, ხოლო ადგილობრივი ლეგენდა ამტკიცებს, რომ ნეშთებს სამკურნალო თვისებები გააჩნიათ. ესეთი ჭორები მთელ რეგიონში მომლოცველებს იზიდავდა, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ უცნაური მუმია მათ ავადმყოფობებს განკურნავდა. ასევე გავრცელებული იყო ჭორი, რომ ეს სხეული მე-18 საუკუნის სასულიერო პირს ეკუთვნოდა, რომელიც უცნობი ინფექციური დაავადებით გარდაიცვალა.
მისი სხეული წლების შემდეგ საფლავიდან ამოასვენეს და კრიპტაში გადაასვენეს. არქეოლოგებს 10 წლების განმავლობაში მხოლოდ მუმიის ვინაობა კი არ აინტერესებდათ, არამედ მისი საოცარი შენახულობის მდგომარეობაც. მუმია, რომელსაც მეტსახელად ჰაერზე გამომშალი კაპელანი უწოდეს, იმდენად კარგად იყო შენახული, რომ კანისა და ქსოვილის მთლიანობაც კი შენარჩუნებული იყო, როდესაც თანამედროვე მეცნიერებმა ის ხელახლა აღმოაჩინეს. 2025 წელს კრიპტაში წყლის გაჟონვამ ექსპერტებს მოულოდნელი შესაძლებლობა მისცა, რომ ნეშტის სამეცნიერო ანალიზი ჩაეტარებინათ. რემონტის მიმდინარეობისას მეცნიერების ჯგუფმა მუმია აიღო და სპეციალური აპარატურითა და ექსპერტი მკვლევარების დახმარებით შემდგომი გამოკვლევისთვის წაიყვანა. როდესაც ჯგუფმა ნეშტი მიიღო, მხოლოდ ორი კითხვა დარჩა. ვინ იყო ეს გარდაცვლილი და რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი? თუმცა სხეულის პირველადი ანალიზის დროს ჯგუფს მესამე კითხვაც გაუჩნდა. როგორ მოახერხეს ბალზამირებმა ბალზამირების მასალის შეყვანა გვამში ჭრილის გარეშე? კომპიუტერული ტომოგრაფიის, რადიოკარბონული დათარიღებისა და ძვლისა და ქსოვილის ნიმუშების ქიმიური ანალიზის საშუალებით მკვლევრებმა შეძლეს ამ მუმიის საიდუმლოს ამოხსნა. დადგინდა, რომ გვამის მუცლისა და მენჯის ღრუები სავსე იყო სოჭისა და ნაძვის ხის ნაფოტებით, კანაფით, სელის ქსოვილითა და თეთრეულით. ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა სხვა ელემენტებთან ერთად გამოავლინა თუთიის ქლორიდის კვალი. ექსპერტების თქმით, ეს მასალები სავარაუდოდ სხეულში არსებული ღრუს საშუალებით იქნა ჩასმული და თითოეული მათგანი გამოიყენებოდა კონკრეტული მიზნებისთვის, რამაც გამოიწვია ეს უნიკალური, აქამდე არ ნახული კონსერვაციის მეთოდი. მათ თქვეს, რომ ხის ნაფოტები და ქსოვილი სხეულში არსებულ წყალს იწოდნენ. თუთიის ქლორიდს ჰქონდა გაუმშრალი ეფექტი და ასევე ამცირებდა ბაქტერიებს მის ნაწლავებში, რაც სხეულს საშუალებას აძლევდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩენილიყო უცვლელი. ბალზამირების მეთოდი, რომელიც გულისხმობდა არსებული ღრუს, მაგალითად პირის ან უკანა ნაწილის გამოყენებას, განსხვავდებოდა ძველ ეგვიპტეში ცნობილი მეთოდებისგან, სადაც პროცედურისთვის აუცილებელი იყო სხეულის გახსნა. ამ მეთოდს გუნდის აზრით შეიძლება სტანდარტულად იყენებდნენ მე-18 საუკუნეში, როდესაც გარდაცვლილი უნდა შეენახათ ტრანსპორტირებისთვის ან საჩვენებლად. თუმცა ამის შესახებ ისტორიულ სახელმძღვანელოებში ჩანაწერი არ არსებობს. შემდეგი საიდუმლო, რომელიც მათ უნდა გაეხსნათ, იყო მუმიის ვინაობა. რადიოკარბონული დათარიღების საშუალებით ნიმუშის გარდაცვალება 1734-დან 1780 წლამდე პერიოდში დაადგინეს. ვარაუდობენ, რომ ეს ადამიანი 30-დან 50 წლამდე ასაკისაა. ქიმიური იზოტოპები ასახავს მცენარეულ და ცხოველურ ცილებს, რაც მიუთითებს, რომ მას მაღალი ხარისხის დიეტა ჰქონდა, რაც მართლ კლასს მიაკუთვნებს. მისი ხერხემლიდან აღებული ძვლის ნიმუშების მიხედვით ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, მას მძიმე ფიზიკური აქტივობა არ ჰქონია. მე-18 საუკუნეში ბევრი მაღალი რანგის სამსახურებრივი პოზიცია არ არსებობდა, სადაც მნიშვნელოვანი ფიგურა რაიმე სახის დამღლელ საქმიანობას არ განიცდიდა. ესეთი მტკიცებულებებით გუნდმა დაადგინა, რომ ეს ადამიანი ყველაზე მეტად მღვდელი უნდა ყოფილიყო. დნმ-ის ანალიზმა მათი თეორია დაადასტურა და ნეშტი ფრანც ქსავიერ ზიდლერ ფონ როზენეგად დაასახელა, არისტოკრატად და ბერად, რომელიც წმინდა თომას ან ბლაზენშტაინის სამრევლო ვიკარად გახდა. მისი სიცოცხლე 1756 წელს 37 წლის ასაკში დასრულდა. კვლევამ აჩვენა, რომ სასულიერო პივს ამ პერიოდში შესაძლოა საკვების დეფიციტი ჰქონოდა, რაც სავარაუდოდ ავსტრიის მემკვიდრეობის ომით იყო გამოწვეული. ასევე დასრულდა ჭორები იმის შესახებ, რომ მისი გარდაცვალება განზრახ მოწალნას უკავშირდებოდა, როდესაც კვლევრებმა დაადგინეს, რომ ვიკარი მწეველი იყო და სიცოცხლის ბოლოს ქრონიკული ტუბერკულოზი სჭირდა. არქეოლოგებმა დაასკვნეს, რომ საბოლოოდ სწორედ მწვავე ფილტვის სისხლდენამ შეიწირა იგი. ნომერი 8 2025 წლის ბოლოსკენ იყო, როდესაც არქეოლოგმა ადრიან ოიანდერმა აღმოაჩინა რაღაც, რაც მისამდე ბევრმა დიდხანს ვერ შენიშნა. ანდების მაღალ წერტილში ყოფნისას მან პირველად შენიშნა რამდენიმე უძველესი ბანაკი, თითქმის 800 სეზონური დასახლება. მოგვიანებით ადრიანი მიმოიხილავდა სატელიტო სურათებს, რომლებიც ჩრდილოეთ ჩილეს ანდების მაღლობებზე გასულ წელს იყო გადაღებული, როდესაც მან შენიშნა რაღაც საიდუმლო და აქამდე არასდროს დოკუმენტირებული. როდესაც ადრიანი ამ ნაგებობებთან და მეზობელ სოფლებთან მივიდა, მან კიდევ უფრო უცნაური რამ აღმოაჩინა. მაშინაც კი ადგილობრივებმა არ იცოდნენ რა იყო ეს უცნაური ნაგებობები. მათ არ იცოდნენ რა ერქვათ ან რატო იყო ისინი იქ, მაგრამ მათ საკუთარი სახელწოდება ჰქონდათ მათთვის. მათ ტრამპას პარასბუროს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს ვირის მახეებს. მათი სახელწოდება წარმოიშვა იმ შემაწუხებელი პრობლემიდან, რომ მათი საკუთარი ვირები იკარგებოდნენ და ქვის კედლებში ებმებოდნენ. ადრიანისთვის ეს განცხადება მინიშნებას წარმოადგენდა. მის გამოძიებაში არქეოლოგმა მიმართა სხვადასხვა ანგარიშებს, რომელთა უმეტესობა მე-20 საუკუნის პერუდან იყო. რათა ეპოვა ის დაკარგული ნაწილები, რომლებიც ამ საიდუმლო ნაგებობების იდენტიფიცირებაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ დოკუმენტების მეშვეობით მიხვდა რა იყო ეს მეგანაგებობები. პერუს ტექსტებში საუბარი იყო მასიურ ქვის ნაგებობებზე, რომლებიც ცნობილია როგორც ჩაკუ და რომ ისინი გამოიყენებოდა ძველი ინკების მიერ. ინკები ამ ნაგებობებს სამეფო ნადირობის დროს იყენებდნენ.
ადრიანმა აღმოაჩინა, რომ ვის ფორმის კედლები იყო ცხოველების დასაჭერი მახეები, რომლებიც სპეციალურად ვიგუნიების, ლამას მსგავსი ცხოველების დასაჭერად გამოიყენებოდა. ერთ დროს ისინი ამ ტერიტორიაზე მრავლად იყვნენ, მაგრამ ესპანელების მოსვლის შემდეგ თითქმის გადაშენდნენ ნადირობის გამო. ეს მახეები, რომლებიც ხშირად უდაბნოს ფრანებად მოიხსენიება, ძაბრის მსგავსი სისტემით მუშაობდა. მათ იყენებდნენ, რათა გარეული ცხოველების გაქცეული ჯოგები ცენტრალურ ორმოში შეეკვანათ. აქ ისინი ან მოიშინაურებდნენ, ან ბანაკებში მიიყვანდნენ, ან ამრავლებდნენ, ან ხორცისთვის იყენებდნენ. ადრიანმა კიდე მეტი სატელიტური ფოტო შეისწავლა ჩაკუს დამატებითი მტკიცებულებების მოსაძებნად. ის აღმოაჩენს, რომ ეს ქმილებები პარალელური განვითარების მხოლოდ რამდენიმე მაგალითიდან ერთ-ერთია. ანთროპოლოგებს აღუნიშნავთ, რომ მთელი ძველი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა საზოგადოებები დამოუკიდებლად ავითარებდნენ მსგავს ტექნოლოგიებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდათ. ამ მოვლენას ისინი კონვერგენციას უწოდებენ. ჩაკუ, როგორც ადრიანმა მოგვიანებით აღმოაჩინა, ცხოველების დაჭერის გავრცელებული მეთოდი იყო და ის გაოცებული დარჩა. რამდენი ესეთი მეთოდი იყო დაუფიქსირებელი და გამოუკვლეველი ამდენი ხნის განმავლობაში. ნომერი 7. 2026 წლის დასაწყისში კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი ოსკარ ოლდრედი კემბრიჯის არქეოლოგიური ერთეულიდან, ვანდლბერის ქვეყნის პარკში გაემართა, რათა გამოეკვლიათ ცნობილი რგოლისებრი ნაგებობა, ბორცვზე აგებული მიწაყრილებისა და თხრილების სისტემა, რომელიც რკინის ხანის ციხესიმაგრეს არნიშნავს და ვიკინგების ეპოქამდე 1000 წლით ადრეა აგებული. რკინის ხანის ნაშთები ამ ადგილზე მას პოპულარულ ადგილად აქცევს სასკოლო ექსკურსიებისთვის, ოჯახური გასვლებისთვის და სტუდენტური კვლევებისთვის. უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტი თანამშრომლობს ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, კემბრიჯის წარსული აწყო და მომავალი, რომელიც ასევე ვანდლბერის მფლობელია. საქველმოქმედო ორგანიზაცია უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს ჩაატაროს სტუდენტური სასწავლო გათხრები და ამას წლები ააკეთებს. მაგრამ 2026 წელს ამ ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი და შემზარავი აღმოჩენა გაკეთდა. სტუდენტებმა, რომლებიც არქეოლოგიის ექსპერტებად ემზადებოდნენ, ნამდვილად მიიღეს იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდნენ. არავინ, არც კი მთავარი პროფესორი არ ფიქრობდა, რომ აქ ადამიანის ნაშთებს აღმოაჩენდა. ბოლო ნაშთები 1976 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ქარიშხალმა ხე ამოძირკვა და 5 ჩონჩხის სამალავი გამოავლინა. მას შემდეგ იქ მსგავსი ნაშთები აღარ აღმოუჩენიათ და ვიკინგების ეპოქასთან დაკავშირებული ასეთი უნიკალური აღმოჩენაც აღარ გაკეთებულა. თავდაპირველად სასწავლო გათხრები პერსპექტიულად არ გამოიყურებოდა. ბევრს ვერაფერს პოულობდნენ და ჯგუფი იმედს კარგავდა. მაგრამ შემდეგ გაჩნდა მტკიცებულება ჯგუფური დაკრძალვის შესახებ. ერთად სწრაფად მოაცილეს ნამსხვრევები და გამოავლინეს 9 საუკუნის საფლავი. 1976 წლის შემდეგ მსგავსი აღმოჩენა პირველად მოხდა, თუმცა ნეშტებში არაფერი იყო უჩვეულო, სულ მცირე თავდაპირველად. დამატებითი კვლევის შედეგად ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ერთი ნეშტი სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა. თხილში პირქვე იყო ჩაგდებული 18-დან 24 წლამდე ასაკის მამაკაცის სრული ნეშტი. მისი სიმაღლე მინიმუმ 6 ფუტი და 5 ინჩი იყო, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საშუალო სიმაღლეს, 5 ფუტი და 6 ინჩი. კვლევის მიხედვით ის პირდაპირი მნიშვნელობით გოლიათი იყო. თუმცა არანორმალური სიმაღლე მხოლოდ საიდუმლოს დასაწყისი იყო. დამატებითმა ანალიზმა გამოავლინა დიდი ოვალური ხვრელი, 3 სანტიმეტრის დიამეტრით, რომელიც მის თავის ქალაში იყო გაბურღული. ხვრელი მიუთითებდა, რომ ამ კაცს ჩაუტარდა ტრეპანაცია, უძველესი ქირურგიული პროცედურა, როდესაც ცოცხალი ადამიანის თავის ქალაში ხვრელი კეთდება და ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გაკეთდეს. ხვრელი მდებარეობდა თავის ქალის უკანა მარცხენა მხარეს და ასევე აღენიშნებოდა შეხორცების ნიშნები. და სწორედ ეს სამედიცინო პროცედურა გახდა ის ფაქტორი, რომელმაც არქეოლოგებსა და მკვლევრებს საშუალება მისცა ამ რთული საიდუმლოს გახსნა. მათ ვარაუდობენ, რომ ტრეპანაცია გამოიყენებოდა სხვადასხვა მდგომარეობის სიმპტომების შესამსუბუქებლად, მათ შორის მიგრენების, გულყრებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების. ვიკინგის სამარხში ნაპოვნი გიგანტი ადგილიდან გაიყვანეს და ჩაუტარდა ფართომასშტაბიანი კვლევა, სადაც ექსპერტებმა მისი დამახატებინის სხვა აღმოჩენებსა და ცნობილ სამედიცინო ანომალიებს შეადარეს. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ზრდის ისეთ მდგომარეობებზე, როდესაც გარკვეული ჰორმონების სიჭარბემ შეიძლება ხელი შეუწყო მამაკაცის სხეულის დაგრძელებულ ფორმას. ერთი მდგომარეობა, რომელიც ამას გამოიწვევდა, იქნებოდა სიმსივნე, რომელიც ჰიპოფიზის ჯირკვალზე მოქმედებდა. ეს თეორია ახსნიდა როგორც მის იდუმალ სიმაღლეს, ასევე ტრეპანაციის პროცედურის ჩატარების მიზეზს. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს ხვრელი ამ კაცის თავში გააკეთეს, რათა სიმსივნის მიერ გამოწვეული თავის ტკივილები შეემსუბუქებინათ. პაციენტი ოპერაციის შემდეგ გამოჯამრთელდა და ბრძოლა გააგრძელა თავის თანამეგობრებთან ერთად, თუმცა საბოლოოდ უცნობი მოვლენის შედეგად დაიღუპა, რომელმაც სხვები თავგადაჭრილებით დანაწევრებულები ან შეკრულები დატოვა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცების დაღუპვა ვიკინგების მიერ საქსონების მმართველობის ქვეშ მყოფ მერსიაში შეჭრას უკავშირდება. მე-6 ნომერი. რამსეს მეორე, ან როგორც მას ასევე იცნობენ, რამსეს დიდი, იყო ძველი ეგვიპტის მე-19 დინასტიის მესამე მეფე, რომელმაც 66 წელი იმეფა, რაც ეგვიპტის ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველობაა.
მისი მმართველობა ძალისა და დიდების სიმბოლოდ ითვლება. რამსეს II-ს ეკუთვნის რეკორდი ყველაზე მეტი ძეგლისა და ყველაზე მეტი შვილის რაოდენობით, რაც კი ოდესმე ფარაონს ყოლია. მან წამოიწყო მასშტაბური საზოგადოებრივი ურთიერთობების კამპანია, რომლის ფარგლებშიც აშენდა რამდენიმე ნაგებობა, მათ შორის ცნობილი ლუქსორის ობელისკები. საუბარი ეხება იმ ობელისკს, რომელიც 1836 წელს პარიზში კონკორდის მოედანზე გადაიტანეს საჩუქრად. ის დაფარულია სხვადასხვა იეროგლიფებით და ამოტვიფრულია სახელები, რომლებსაც რამზესი მეფეთყოფნისას იყენებდა. რამდენიმე წლის წინ ეგვიპტოლოგმა ჟან გიომ ლეპელტიემ დაიწყო მათი წარწერების შესწავლა, როცა თავის უბანში სეირნობდა. ის ამოტვიფრულ წარწერებს კითხულობდა დასასვენებლად, მაგრამ ერთ დღეს მან რაღაც ისეთი შენიშნა, რაც აქამდე არასდროს დაუნახავს. ერთ-ერთი პიქტოგრაფიული წარწერა თითქოს მიმართულებას მიუთითებდა. ჟანმა დაადგინა, რომ ეს მიუთითებია ლუქსორის ტაძრის პორტიკოს შესასვლელზე. ამის შემდგომი კვლევის მცდელობისას მან აღმოაჩინა, რომ კვლევები ძალიან მწირი იყო და თავად მოუწია საკუთარი კვლევის ჩატარება. მან დაიწყო გრავიურების უფრო დეტალურად შესწავლა, ინოგლით ათვალიერებდა ზედა ნაწერებს. შემდეგ ეგვიპტოლოგმა აღმოაჩინა, რომ სვეტი შეიცავდა უამრავ კოდს, რომელსაც არქეოლოგიურ სამყაროში კრიპტოიეროგლიფებს უწოდებენ. კრიპტოიეროგლიფები პირველად 1950-იან წლებში კანონეთმა და დუერტონმა ამოიცნეს. მან აღმოაჩინა, რომ ასეთი წერა გამოიყენებოდა თავსატეხებსა და სიტყვიერ თამაშებში, მაგალითად ტექსტის წაკითხვის მიმართულების შეცვლით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ეგვიპტელს შეეძლო იეროგლიფების წაკითხვა, მხოლოდ რამდენიმე რჩეული, ეგრეთ წოდებული ელიტა, იყო ისეთი, ვინც დაშიფრული შეტყობინებების გაშიფრა შეეძლო. ეს შეტყობინებები ღმერთების ენად მიიჩნეოდა. რამდენიმე წლის წინ ობელისკის დაშიფრული შეტყობინებების აღმოჩენის შემდეგ ჟანი მუშაობდა კრიპტოიეროგლიფების გაშიფრაზე, რაც საბოლოოდ 2025 წელს შეძლო. საიდუმლოს გასაშიფრად ჟანს პარიზის ლუქსორის ობელისკის თავდაპირველ ადგილას დაბრუნება მოუწია. ეს დროს ის ნილოსის ნაპირებზე აღმართული იდგა. კოდირებული შეტყობინებების მდებარეობისა და კუთხის მიხედვით ჟანმა დაასკვნა, რომ ეს ნიშნები განკუთვნილი იყო ნავებით მომავალი მგზავრებისთვის. ერთ-ერთი შეტყობინება, როგორც მიიჩნევა, განკუთვნილი იყო ეგვიპტის მაღალი ფენის წარმოადგენლებისთვის. კერძოდ იმ დიდებულებისთვის, რომლებიც ლუქსორის ტაძარში ოპეტის ფესტივალზე ჩამოდიოდნენ, ამუნის სიცოცხლის ძალების დაბრუნების აღსანიშნავად. 2025 წლის ბოლოსთვის ჟანმა სწორად გაშიფრა დაშიფრული ტექსტი და აღმოაჩინა, რომ ისინი არა მხოლოდ ნავზე მყოფ დიდებულებს იყო მიმართული, არამედ წარმოადგენდა პროპაგანდისტულ შენიშვნებს, რომლებიც უნდა შეახსენებდათ ეგვიპტის გავლენიან პირებს, რამზეს II-ის ძლიერ სუვერენიტეტს. 7 დაშიფრული შეტყობინება ჟანმა გამოავლინა და გაშიფრა. მათ შორის იყო მითითებები მკითხველებისთვის, რომ ღმერთებისთვის შესაძირავი მიეტანათ. ეგვიპტოლოგმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პროპაგანდისტული შეტყობინება ამბობდა: მეფე თავს განკაცებულ ღმერთად აცხადებს, რომელსაც ვერავინ ჩამოაგდებს ტახტიდან, ვითაც აფრთხილებდა მისკენ მომავალ დიდებულებს თავისი ღვთაებრიობისა და მარადიული ძალის შესახებ. ნომერი 5. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის გემი ტამპა ფლობს რეკორდს. პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკული საზღვაო საბრძოლო დანაკარგების მხრივ და ის ერთ-ერთია იმ მრავალ საბრძოლო გემთაგან, რომლებიც ომის დროს დაუნდობელმა ოკეანემში თანდგა. მისი სახელი დაჩა როგორც მსოფლიო რეკორდების წიგნში, ასევე ამოუხსნელი საიდუმლოებების სათაურებში. ტამპა იყო მაიამის კლასის კატერი, რომელიც თავდაპირველად მსახურობდა შეერთებული შტატების შემოსავლების კატერების სამსახურში, შემდეგ სანაპირო დაცვაში და ასევე მსახურობდა საზღვაო ფლოტში. გემი ასევე რეგულარულად და ფართოდ გამოიყენებოდა საერთაშორისო ყინულის პატრულში, ატლანტიკისა და არქტიკის ოკეანეებში აისბერგების არსებობის მონიტორინგისთვის. ორგანიზაცია პასუხისმგებელია დიდი აისბერგების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უსაფრთხოების მიზნით. ის ასევე გამოიყენებოდა საპატრულო გემად ტამპაში, ფლორიდაში გამართული მთავარი გასპარილას კარნავალის დროს. ტამპას როლი პირველ მსოფლიო ომში იყო ესკორტის გემი, რომელიც კონვოებს აცილებდა. 1917 წელს ის აღიჭურვა მძიმე შეიარაღებით. 3 6-პუნქტიანი ქვემეხი შეცვალა 2 3-ინჩიანი ქვემეხით, 2 მძიმე ტყვიამფრქვევით და სიღრმის ბომბების განტყორცნებით. 1917 წლის 27 ოქტომბრიდან 1918 წლის 31 ივლისამდე ტამპამ 18 კონვოი გააცილა და გზაში მხოლოდ 2 გემი დაკარგა. გემი თავის დროის ნახევარს ზღვაში ატარებდა და თვეში 3500 საზღვაო მილისზე მეც გადიოდა. თუმცა იმ წელს მისი სამსახური მოულოდნელად შეწყდა. 26 სექტემბერი იყო, როდესაც ტამპა კიდევ ერთ კონვოის, AGS 7-ის თანხლებას ახორციელებდა. იმ დღის ბოლოს გემი იმ კონვოის გამოეყო, რომელსაც ირლანდიის ზღვაში აცილებდა. ეკიპაჟმა მიიღო ბრძანება, რომ გემი ველსის მილფორდ ჰეივენში შეეყვანათ და გემი მარტო დანიშნულებისკენ მიმართეს. ბრისტოლის არხში შესვლისას საღამოს 7:30 საათს. იმპერიული გერმანიის საზღვაო ძალების სამხედრო გემი UB-81 შეტევის პოზიციაზე გადავიდა. ერთადერთი ტორპედო, რომელიც მის კიჩოს მილიდან გაუშვეს, რამდენიმე წუთში ტამპას მოხვდა და ტორპედოს აფეთქებამ წყლის სვეტი ჰაერში აისროლა.
კატერი ეკიპაჟთან ერთად ჩაიძირა და მიუხედავად მასშტაბური საძიებო სამაშველო ოპერაციისა, მისი პოვნა მხოლოდ საუკუნის შემდეგ მოხერხდა. წელს 3 წლის განმავლობაში ჩატარებული გამოძიებისა და კვლევის შედეგად შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კატერი ტამპა საბოლოოდ აღმოაჩინეს. ეს მოხდა გასპარილას მკვინთავთა ჯგუფის ძალისხმევით, რომლებმაც სხვა მკვლევრებთან ერთად ითანამშრომლეს დიდი ხნის წინ დაკარგული გემების ნამსხევების საპოვნელად და იდენტიფიცირებისთვის. გასპარილას მკვინთავთა ჯგუფი მოხალისეთა გუნდია, რომელიც ისტორიკოსებთან და მკვლევრებთან ერთად თანამშრომლობს მხოლოდ ამ ხომალდების საპოვნელად. ატლანტიკის სანაპირო დაცვის ისტორიკოსებმა მოხალისეებს საჭირო ჩანაწერები და ტაქტიკური მონაცემები მიაწოდეს, რაც მათ საშუალებას აძლევდა გააზრებული მცდელობა გაეწიათ ტამპას საპოვნელად. ჩანაწერებში შედიოდა ხომალდის საჭის, სარის, იარარის, გემბანის მოწყობილობებისა და ხომალდის სრული არქიული ფოტოები. 3 წლისა და 10 ჩაყვინთვის შემდეგ გასპარილას მკვინთავებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ მათ აღმოაჩინეს ნანგრევები, სადაც პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ინციდენტში ყველაზე მეტი ამერიკელი დაიღუპა, რითაც საზღვაო საიდუმლო ამოხსნეს. ტამპა მდებარეობს ნიუ-კეის, კორნუოლის სანაპიროდან 50 მილის დაშორებით, ატლანტის ოკეანის კელტურ ზღვაში, ზედაპირიდან 300 ფუტის სიღრმეზე. გემის ნარჩენები არაოფიციალურ საფლავის ქვად იქცა, რომელიც აღნიშნავს 131 ეკიპაჟის წევრის საბოლოო სამყოფელს, რომლებიც კატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდნენ. ნომერი 4. უძველესი დასახლება სახელად ეშენა პირველად ისტორიულ წყაროებში 944 წელს გამოჩნდა და შუა საუკუნეებში პერიოდულად იხსენიებოდა. ყველა მონაცემით ეს იყო ხალხმრავალი სოფელი, თუმცა ის საიდუმლოდ და მოულოდნელად გაქრა ისტორიული ჩანაწერებიდან. მისი ბოლო მოხსენება მ-18 საუკუნეშია, რის შემდეგაც როგორც ჩანს ის დავიწყებას მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ჩანაწერები აშკარად ახსენებდნენ ეშენას, ისტორიკოსები დაყოფილნი იყვნენ იმაზე, ნამდვილად არსებობდა თუ არა იგი, რადგან არასოდეს არსებობდა ფობდა ფიზიკური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის რეალობას. მხოლოდ სულ ახლახანს გაეცა პასუხი ამ კითხვას. ამ წლის დასაწყისში არქეოლოგები მუშაობდნენ ბორგენსტრიგის გერმანია მახლობლად მდებარე მინდოში, ადგილობრივი მშენებლობის დაწყებამდე, როდესაც ნიადაგიდან დასახლების ნაშთები გამოჩნდა. საუბარი სწორედ იმ მინდორზეა, რომელმაც პირველი მინიშნება მოქცა იმის შესახებ, თუ რა იყო ეს დასახლება. მას ეშელინი ეწოდა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს კავშირზე დიდი ხნის წინ დაკარგულ დასახლებასთან. მინდოს სახელი ერთადერთი მინიშნება არ იყო. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არქეოლოგებს, რომლებიც ახლა ცდილობდნენ ამ უძველესი ქალაქის საიდუმლოებების ამოხსნას, სულ უფრო მეტი მტკიცებულება ხვდებოდათ. მათ აღმოაჩინეს ძველი ხის სახლების კვალი, კერამიკის ნამსხვრევები და შთამბეჭდავი ქვის სარდაფი, რომლებიც მოდუ მე-10 და მე-11 საუკუნეებით თარიღდება. ჯგუფმა დააკვირდა ხის ნაგებობების სარყდენ ბოძების ორმოებს, რომელთაგან ყველაზე დიდი 65 ფუტის სიგრძის იყო. იყო მცირე დამხმარე ნაგებობების ნაშთები, ზოგიერთი მხოლოდ 10-ზე 13 ფუტის სიგრძის. სარდაფი აშენებული იყო ქვის კედლებით და ჰქონდა ჩრდილოეთისკენ მიმართული შესასვლელი, რაც მიუთითებს არქიტექტურულ ევოლუციაზე შუა საუკუნეების დასახლებაში. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სოფელი ვრცელდებოდა დაბალ ადგილზე ახლო მდებარე ნაკადულისკენ და სავარაუდოდ ბრუკის მეორე მხარესაც. ადგილობრივი ტოპონიმები ემთხვევა შემონახულ მინიშნებებს, რაც მიუთითებს, რომ დაკარგული ქალაქი ეშენა აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ის საიდუმლოდ გაქრა ჩანაწერებიდან. დავიწყებული სოფლის სიახლოვე ბორგენსტრიგთან კიდევ ერთ მინიშნებას იძლეოდა, რაც ექსპერტებს საშუალებას მისცემდა საიდუმლოს დანარჩენი ნაწილი გაეხსნათ. ბორგენტრეიდი დაარსდა როგორც გამაგრებული ქალაქი 19 საუკუნის 80-იან წლებში და ის იყო უშუალო მეზობელი ოდესღაც აყვავებული ეშენას. ქალაქებში გადასვლამ გამოიწვია ისეთი სოფლების ნელ-ნელა მიტოვება, როგორიც ეს სოფელია. ბორგენტრეიდის ქალაქი იზიდავდა მეტ რესურსს, იზიდავდა ვაჭრობას და შეეძლო მეტი მაცხოვრებლის განთავსება, რომლებსაც ეკნებოდათ უფრო მეტი წვდომა კონტროლირებად საკვებზე, რესურსებსა და შესაძლებლობებზე. ეშენა უბრალოდ არ გამქრალა ჩანაწერებიდან, არამედ დროთა განმავლობაში თანდათან გაქრა, რადგან მიმოფანტული სოფლის თემების მცხოვრებლები უფრო დიდ ცენტრში შეიკრიბნენ. ხის ნაგებობები შესაბამისად ბუნებრივად დალპობას მიაბარეს. ბუნებამ თავისი გაიტანა და მე-15 საუკუნისთვის ეშენა დაფარული იყო, რაც მის არსებობაზე დოკუმენტაციის საჭიროებასაც ხსნიდა. ნომერი 3. 1989 წელს დოქტორი რიჩარდ კულერი, პალეონტოლოგი, ჩეთემის კუნძულის პიტის კუნძულს იკვლევდა, როცა რაღაც მართლაც უცნაურს წააწყდა. ვაიჰეკეს კურეს ზემოთ კლდის ჭერზე ძალიან კარგად შემონახული თევზის ნამარხი იყო. ის ადგილი, სადაც ნაშთები იყო ჩასმული, ექსპერტისთვის ძალიან მაღლა იყო და მას მოუწია 2 მილის გავლა უკან, ფლაუერ-პოტის ყურემდე, რომ კიბე ეთხოვებინა. მკვლევრებმა, მათ შორის კულერმა, ნაშთების რამდენიმე უჩვეულო მახასიათებელი დააფიქსირეს. მათ შორის გრძელი ტანი, მძიმე ქერცლები, ძლიერი კუდი და ზემოთ მიმართული პირი, რაც მიუთითებდა, რომ მას შეეძლო პატარა თევზები მთლიანად გადაეყლაპა. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, თავსატეხის ყველა ნაწილი მაინც არ იყო ხელთ. უცნაური თევზის კვლევა ვერ დასრულდა, რადგან აღმოჩენის ადგილის შესახებ მნიშვნელოვანი გეოლოგიური ინფორმაცია აკლდა. 2020 წელს კულერი გარდაიცვალა და მასთან ერთად თევზის სახეობის დადგენის ყველა იმედიც გაქრა.
თუმცა 2025 წელს პალეონტოლოგის შვილებმა ამ საიდუმლოს ახალი იმედი შესძინეს. იმ წელს ისინი უნივერსიტეტის ბინას ესტუმნენ, იმ იმედით, რომ მამის რამდენიმე ფოტო მიეღოთ. ვიზიტი იმით დასრულდა, რომ ოჯახმა გადაწყვიტა კულერის ძველი საველე ჩანაწერების უნივერსიტეტისთვის გადაცემა. ამ ჩანაწერებს შორის იყო ისინიც, რომლებიც თავდაპირველ პიტის კუნძულის ექსპედიციას ეხებოდა. და ბოლოს ამდენი წლის შემდეგ მკვლევარებს ჰქონდათ საჭირო გეოლოგიური ინფორმაცია, რაც მათ ნიმუშის ვინაობის დადგენაში დაეხმარებოდათ. საველე ჩანაწერებმა ახალი წარმოდგენები მისცა ნამარხის წარმოშობაზე და არსებითად საჭირო გეოლოგიური ინფორმაცია მიაწოდა. 2025 წლის ბოლოსთვის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს განახლებული კვლევა კოხლერის თევზზე ახალ ზელანდიის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ჟურნალში. კვლევამ დაადგინა, რომ თევზი იყო მტაცებელი ბუნების და მისი ასაკი 55 მილიარდი წლით თარიღდება პალეოგენიდან, ძველი ახალი ზელანდიიდან. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ 1,2 მეტრის სიგრძის მუმიფიცირებული თევზი იყო უძველესი ტარპონი, პრიმიტიული ძვლოვანი თევზის სახეობა, რომელიც აღარ ხვდება ახალი ზელანდიის წყლებში. კულანისა და იმ ადგილის პატივსაცემად, სადაც ის აღმოაჩინეს, 55 მილიარდი წლის სახეობა გადაერქვა ეჩინოქტის კულანი. ნომერი 2. თითქმის 700 წლის განმავლობაში ამერიკის დიდი ვაკეების ადგილობრივი მოსახლეობა ბიზონზე როგორც ძირითად რესურსზე იყო დამოკიდებული. მხოლოდ ერთი გვამი რამდენიმე ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში არჩენდა, აძლევდათ ქაოსს, რომელსაც კაროებად, საბნებად და ტანსაცმელად ამზადებდნენ, ხოლო მათი ძვლები ხელსათხოვებისა და დეკორატიული ნივთებისთვის გამოიყენებოდა. 7 საუკუნის განმავლობაში დიდი ვაკეების მკვიდრნი ერთ კონკრეტულ ადგილს იყენებდნენ ბიზონებზე სანადიროდ, რომლებიც იქ უხვად იყვნენ. ეს ადგილი მონტანას ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა და არქეოლოგებმა მას ბერგსტრომი დაარქვეს. მაგრამ შემდეგ გაურკვეველი მიზეზის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ადგილი მიატოვა. ამ საიდუმლოს გასარკვევად პალეოეკოლოგმა ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმა ჯონ უენტმა მონტანას ცენტრალურ ნაწილში ისტორიული ბიზონების სანადირო ადგილების მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა. მისმა კვლევებმა გამოიკვლია თუ რატომ მიატოვეს უძველესმა მკვიდრმა მონადირეებმა წარმატებული ბერგსტრომის ადგილი კარნელის მახლობლად, მონტანაში. ვენტმა და მისმა გუნდმა ეს ტერიტორია 3-3 ფუტის გათხრების ორმოებით გამოიკვლიეს. მკვლევარებმა ამ ორმოებიდან ცხოველების ძვლის ნიმუშები აიღეს. მათ აგრეთვე გააკეთეს ნახშირის ნაჭრების რადიოკარბონული დათარიღება. დააკვირდნენ ადგილობრივი ბალახის ჭამელი ცხოველების გადაადგილების მარშრუტებს და აღადგინეს კლიმატის ნიმუშები. ყველაფერი, რაც მათ აღმოაჩინეს, იყო ის, რომ ბერგსტრომი ბიზონებზე სანადიროდ იდეალური ადგილი იყო. მაშინაც კი, როცა გვალვა იყო, ადგილობრივი მოსახლეობა როგორც ჩანს ადაპტივდებოდა. მონადირეები პატარა მოძრავი ჯგუფებიდან უფრო დიდ ჯგუფებად გადაჯგუფდებოდნენ. ისინი ამ ტერიტორიაზე უფრო დიდ ხანს დარჩებოდნენ, იქ აშენებდნენ ინფრასტრუქტურას, რაც მათ მასობრივი ნადირობისას გადარჩენაში ეხმარებოდა. ბერგსტრომის ზოგიერთ ადგილს ბუნებრივი უპირატესობები ჰქონდა, მაგალითად კლდეები ბიზონების უბსკრულში გადასარეკად და ფორმაციები, რომლებიც მათ მორეკვაში ეხმარებოდა. ბოლო დროს ისტორიკოსებმა კვლავ მიუბრუნდნენ საიდუმლოს, რომელიც 10 წლების განმავლობაში ამოუხსნელი იყო, თუმცა პასუხი უკვე ცნობილ მახასიათებელში იპოვეს. ეს იყო დიდი ჯგუფებისკენ გადახრა, რამაც ბერგსტრომის მიტოვება და განმეორებადი გვალვებიც გამოიწვია. უფრო დიდი კოორდინირებული ჯგუფების გაერთიანება უფრო მეტ ხოცვა-ჟლეტას ნიშნავდა. სანადირო ოპერაციების გასაგრძელებლად ადგილობრივები დამოკიდებულნი იყვნენ კონკრეტულ რესურსებზე, როგორიცაა წყალი, საკვები და შეშა, როცა ისინი ნადალს ამუშავებდნენ. ამიტომ უფრო მასშტაბური სანადირო ძალისხმევა მეტ რესურსს მოითხოვდა და დროის გასვლასთან ერთად ეს რესურსები იწურებოდა. ბოლოს ბერგსტრომის ადგილი აღარ იყო მდგრადი ასეთი ნადირობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ბიზონი კვლავ უხვად იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები ახალ გარემოს შეეგუნენ, ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ ფუნქციონირებდა იმ რესურსების გარეშე, რომლებიც ამ ეტაპზე აღარ იყო მდგრადი. ამიტომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ სამუდამოდ დაეტოვებინათ ეს ადგილი. ნომერი 1. პეგლარის დოკუმენტები აღმოაჩინეს საფულეში ნეშტთან ახლოს, რომელიც მიიჩნევა, რომ ეკუთვნოდა ჰენრი ჰარი პეგლას, ბრიტანეთის საზღვაო ძალების უმცროს ოფიცერს, რომელიც მსახურობდა HMS ტერორზე ფრანკლინის ექსპედიციის დროს კანადის არქტიკაში 1855 წელს. საფულეში იყო პეგლარის მეზღვაურის სერტიფიკატი, ქაღალდის ნაგლეჯები, მისამართები, ხესამართები ხელნაწერი, აღწერა მისი საზღვაო სამსახურის შესახებ და უცნაური პოეტური და დღიურის მსგავსი ჩანაწერები. გრინვიჩის სამეფო მუზეუმი ასახელებს საფულეში აღმოჩენილ ნივთებს, მათ შორის პეგლარის სერტიფიკატს და პოემა ზღვის პაროდიას, რომელიც დათარიღებულია 1847 წლის 21 აპრილით. მის ქაღალდებში ასევე იყო ჩანაწერები მისი საზღვაო კარიერის შესახებ და უკუღმა დაწერილი შეტყობინებები, რომლებიც ისტორიკოსების აზრით მის პირად ჩანაფიქრებს მალავდა ნაკლებად განათლებული ეკიპაჟისგან. ქაღალდები მიუთითებდა, რომ საქმე თითქმის გახსნილი იყო, გარდა იმისა, რომ ჰარის ყველა სხვა მახასიათებელი სრულიად შეუსაბამო იყო. უპირველეს ყოვლისა ჩონჩხს ეწვა დაბალი რანგის გემის სტიუარდის უნიფორმა, რაც ნამდვილად არ შეესაბამებოდა იმ სამოს, რომელსაც უფროსი უმცროსი ოფიცერი, როგორც ჰარი იყო, ჩაიცვამდა. შემდეგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაღუპული მკვლევარის ვინაობა ისტორიკოსებისა და მეცნიერებისთვის განხილვის საგანი იქნებოდა.
ისინი ფიქრობდნენ, ხომ აქ უნდა პეგლერის დოკუმენტები უბრალოდ ჩადებული მეგობრის თომას არმიტიჯის უმცროსი ოფიცრის ჯიბეში. მოიყვანეს არგუმენტი, რომ ჰარი კლიმატს თომასამდე ემსხვერპლა, ხოლო თომასმა მეგობრის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად მისი პირადი ნივთები აიღო და გზა გააგრძელა, სანამ თავადაც არ დაეცა ბუნების ძალებს. ამ თეორიას ამყარებდა ერთი ჩანაწერი, სადაც ნახსენები იყო კუმანარი, რომელიც ითარგმნა როგორც კუმანა, ვენესუელის ქალაქი, სადაც თომას არმიტიჯი და ჰარი პეგლერი ორივე ყოფილა. მეორე მხარემ კი იდავეს, რომ ჰარი შეიძლება იმ დროს, რაც ხელმისაწვდომი იყო, იმ ფორმას ატარებდა, თუნდაც ეს უმცროსი ოფიცრის დაბალი რანგის ფორმა ყოფილიყო. თუმცა მკვლევარები ერთ-ერთ ჯიბეში პატარა ტანსაცმლის ჯაგრის აღმოაჩენდნენ, ნივთს, რომელსაც მხოლოდ ოფიცრის მსახური ატარებდა თან. ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ნაშთები ჰარი პეგლერის არ იყო. მკვლევარის ნაშთები, არასწორი უნიფორმა და დოკუმენტები, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ისტორიკოსებს 166 წლის განმავლობაში აეჭვებდათ, სანამ სულ ახლახან დნმ-ის მტკიცებულებებმა საბოლოოდ არ მისცა საჭირო პასუხები. Waterloo უნივერსიტეტის ანთროპოლოგებმა ნეშთიდან ამოღებული დნმ გამოიყენეს და ის ფრანკლინის ექსპედიციის რამდენიმე წევრის ცოცხალი შთამომავლების გენეტიკურ პროფილებს შეადარეს. დნმ-მა დაადასტურა, რომ ნეშტი, რომელიც გლიბ პოინტთან სხვა მეზღვაურებიდან 130 კილომეტრის დაშორებით იპოვეს, სინამდვილეში ჰარი პაგლერს ეკუთვნოდა. ჰარი პაგლერის 2026 წლის იდენტიფიკაციამ დაკარგული ეკიპაჟის იდენტიფიცირებული წევრების რაოდენობა 6-მდე გაზარდა, მათგან 4 წელს უოტერლუს უნივერსიტეტისა და ლეიქჰედის უნივერსიტეტის მეშვეობით დადებითად იქნა იდენტიფიცირებული, მათ შორის უილიამ ორანი, ჯონ ბრიჯესი და დევიდ იანგი.